საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დასკვნით ეტაპზეა. შეხვედრები ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, ფრანგული მედიისა და ინფლუენსერების ვიზიტი საქართველოში, ჩვენი ქვეყნის შესახებ მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტები, სტატიები, გარე რეკლამა და ბიზნეს შეხვედრები. აქტივობები, რომელიც საქართველოში რაც შეიძლება მეტი ფრანგი ტურისტის დაინტერესებას ითვალისწინებდა, როუდ შოუების მოწყობით დასრულდა. ქართულ ტურ ოპერატორებს ფრანგულ კომპანიებთან შეხვედრებისა და ბიზნეს კონტაქტების დამყარების შესაძლებლობაც ჰქონდათ. შედეგებს ელოდება საქართველოს და რა გამოხმაურება მოჰყვა მარკეტინგულ კამპანიას, რომელიც საფრანგეთის ქალაქებში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ. საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და პირისპირ შეხვედრები. საფრანგეთში მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წლის ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. პარიზსა და ლიონში ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით როუდ შოუები მოეწყო. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განმარტებით, მარკეტინგული კამპანია საქართველოს შესახებ საფრანგეთში მთელი წელი აგრძელდება, რაც მოიცავს გარე რეკლამას, სატელევიზიო სიუჟეტებს, სოციალურ ქსელებში რეკლამასა და ონლაინ მედიაში სტატიებს. ამასთან ომიაძის თქმით, კამპანიის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში ფრანგული მედიისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტურებიც მოეწყო. ფრანგულ სატელევიზიო გადაცემებში საქართველოს როგორც ქვეყნის პოპულარიზაცია, ქალაქების ქუჩებში აუთდორ რეკლამები, სხვადასხვა ტიპის ბიზნეს შეხვედრები იმისათვის, რომ საფრანგეთში, კერძოდ ფრანგულ ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაცია გაიზარდოს, ბიზნეს სექტორს ხელი შეეწყოს იმისთვის, რომ ბევრად მეტი კონტაქტი დაამყაროს. საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის დასამყარებლად და საქართველოში ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად პოტენციურ პარტნიორებს შეხვდნენ. ქართულ კომპანიებში აღნიშნავენ, რომ შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა და ფრანგ ტუროპერატორებთან სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. ამ შეხვედრებზე ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავიცნოთ ახალი პარტნიორები, გავაცნოთ ახალი პროდუქტები. ძალიან დიდი ინტერესია, იზრდება მოთხოვნები, უკვე ჯავშნიან და ესეთი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან ხვდებით ძალიან ძლიერ კომპანიებს, ბევრი ტუროპერატორი თუ სააგენტო ინტერესდება ჩვენი მიმართულებით, მსგავსი აქტივობა ძალიან წაადგება ჩვენ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. როუდ შოუებს 80-მდე ფრანგი ტუროპერატორიც დაესწრო. მათი ნაწილისთვის საქართველოს უკვე ნაცნობი ტურისტული მიმართულება აღმოჩნდა. ნაწილმა კი მხოლოდ პრეზენტაციით გაიგო ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი და მიმზიდველი მარშრუტის შესახებ. შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ფრანგულმა ტურისტულმა კომპანიებმა ინფორმაცია მიიღეს ზამთრის კურორტების, ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ. საქართველოში ახლახანს ვიყავი თბილისსა და კახეთში. ჯგუფის ყველა წევრს ძალიან მოეწონა. ძველ თბილის უნიკალური ატმოსფერო აქვს შემოდგომის ფერებით. ვფიქრობ, რომ ფრანგი მოგზაურები საქართველოში დაინტერესდებიან, მათ სურთ დააგემოვნონ გემრიელი კერძები. საქართველოს მიმართულებაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. ამ როუდ შოუზე მაინტერესებდა მეტი სიახლე მიმეღო საქართველოს შესახებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ, ქართული ღვინის დეგუსტაცია ძალიან კარგი იდეაა ქვეყნის გასაცნობად და მოგზაურთა მოსაზიდად. ამ შეხვედრამდე წარმოდგენა არ მქონდა საქართველოს შესახებ. აქ შევხვდით თქვენი ქვეყნის წარმომადგენლებს და ძალიან საინტერესო იყო. არ ვიცოდი, რომ თქვენ მთები, ზღვა და მრავალფეროვანი ლამაზი ბუნება გაქვთ. ასევე ღვინის კულტურა და გასტრონომია. კომბინირებული მასშტაბური მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებსაც მოიცავს. ევროპის მსხვილ ქალაქებში საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები იყო მოწყობილი. იმართებოდა პირისპირ შეხვედრები ქართულ ტურისტულ კომპანიებსა და პოტენციურ პარტნიორებს შორის. ამასთან წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაერთ საერთაშორისო მედიას, უცხოურ ტუროპერატორს თუ ინფლუენსერს უმასპინძლა. მათი საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის ჩვენება იყო.